დავიწყოთ დიდი ცუდი ამბით ივანიშვილის რეჟიმისთვის და კარგი ამბით საქართველოსთვის და დასავლეთისთვის. მოლდოვაში რუსეთი დამარცხდა. ჩვენ ნახეთ სააკაშვილის შეფასება, ნახეთ სალომე ზურაბიშვილის შეფასება და მე გადავიდეთ უკვე მიხეილ სააკაშვილის მიმართ აგერ პიჯაკების საქმიდან, რომ ფულის ამოღ 9 მილიონს რომ თხოვენ უკან იმაზე. მოკლედ მოლდოვა დავიწყოთ ამბით, ეს რამდენად ცუდი ამბავია რეჟიმისთვის და რამდენად გამომხნევებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის. მოგესალმებით. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იყო ეს მოლდოვაში, 400 მილიონ ევროზე მეტს ამბობენ, რაც რუსული შავი ფული არის დახარჯული. ეს რომ ავიღოთ მოლდოვის მოსახლეობა წარმოუდგენელი მასშტაბის თანხა არის. რუსეთის მხრიდან ყველა მეთოდი იყო გამოყენებული, რომ რაღაცნაირად მომხდარიყო ჩარევა. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს ისიც, რომ საქართველოში მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ წუთასაც უფრო მეტი ადამიანია, ვისაც პროდასავლური ინტეგრაცია სურს, ვიდრე მოლდოვაში. იმიტომ რომ იქ ემიგრაციაში ძალიან ბევრი ადამიანია წასული და ადგილზე საქართველოს მსგავსად დნესტრისპირეთი, რომელიც ახლაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მოლდოვა სრულფასოვნად დსთ-დანაც კი არ არის გამოსული, ამ ვითარებაში მყოფი სახელმწიფო ჩაიბარა მაია სანდუმ და აქ მინდა პერსონალურ როლსაც გაუმახვილო ყურადღება, იმიტომ რომ მაია სანდუმ ხრებზე მოიკიდა მოლდოვას ევროპული ინტეგრაცია, დაუდგა მას გვერდში მთლიანად ევროკავშირი, აყვა მოლდოველი ხალხი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, ხაზგასმით, განსაკუთრებით ახალგაზრდობა და მან ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ერთპიროვნულად მოიგო ეს არჩევნები. ამიტომ აქვს დიდი მნიშვნელობა ერთიან ფრონტს, ერთიანობას, ლიდერის ყოლას აქვს. კოლექტივიზმის, აი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის მე პირადად არ მჯერ ამ კოლექტივიზმის. ანუ მოძრაობა სჭირდება ლიდერი? ერთიანი ფრონტი ჭირდება. ერთიანი ფრონტი ჭირდება დანამდვილებით. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ნერვიულობდნენ, მათ შორის მაია სანდუს გარემოცვა, რომ შესაძლებელია ან ვერ მიეღოთ უმრავლესობა, ან კოალიცია დაჭირებოდათ ასე შემდეგ, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ, როდესაც იბრძვი, რომელიც თავის მხრივ არის ყველაზე უფრო ცხელ ფაზაში, ხო, გადასული, იმიტომ რომ მარცხს უახლოვდება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დონალდ ტრამპთან დაკავშირებით ჩვენ ვნახეთ გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი-დი ვენსისგან და უკრაინის დახმარების პაკეტი მხოლოდ იზრდება, შეიარაღება იზრდება, ევროპის მხარდაჭერა არის უპრეცედენტო დონეზე, ასული ალბათ 2022 წლის 25 თებერვალს არის ყო ესეთი მხარდაჭერა, ახლა რო აქვს უკრაინას. და ამ ვითარებაში მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის, რომ მოლდოვას ეს ბარიკადი გაენგრია და იმაზე საქართველოში უნდა მოიგოს რუსეთმა. აი ამაში არის ზუსტად საქმე. უკრაინაში აგებს, მოლდოვაში აგებს. ჩვენს რეგიონშიც კი აგებს. ჩვენ ზუსტად ვიზიტები რაც ქონდა ბოლო 2 კვირის განმავლობაში ვაშინგტონში, ბრიუსელში, ბერლინში, ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ახლა იმყოფება დიდ ბრიტანეთში. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ შეიძლება საქართველოს აღმოჩნდეს ლუკაშენკოს ბედის გამზიარებელი, რომ ესე იგი სომხეთი აუფეთქდათ რუსებს, აზერბაიჯანი აუფეთქდათ და დაკარგეს გავლენა. ირანია და ვერ მიეხმარეს ისრაელთან სამხედრო დაპირისპირების დროს, სირია საბოლოოდ დაკარგეს. რუმინეთის არჩევნებში ვერაფერი ვერ ქნეს. მოლდოვაში არათუ უბრალოდ დამარცხდნენ. ეს გამანადგურებელი გამარჯვება არის მოლდოვის. აი მართლა მე არ მეგონა რომ 50 მანდატზე მეც აიღებენ. ოპტიმისტური პროგნოზი იყო ეს იყო უკიდურესად ოპტიმისტური, მაგრამ იმუშავა, ევროპამაც იმუშავა. ევროპამ საკუთარი მხარდაჭერით, ვაიმარის სამკუთხედის ლიდერების იქ ჩასული. უპრეცედენტო დახმარებით და მშვიდობის უზრუნველყოფით. ჩემო მეგობრებო, ეს ყველას უნდა ქონდეს გააზრებული, როცა ეგრეთ წოდებულ ომის ნარატივზე გვესმის საუბარი. რუსეთის შეიარაღებული ძალებიდანაც დნესტრისპირეთში პირდაპირ კონფლიქტის ზონასთან არიან ახლოს, ხო, მეზობლები არიან უკრაინის. დსთ-დან ოფიციალურად გამოსული არ არიან და ამ სახელმწიფოში ახერხებენ შენარჩუნებას მშვიდობის. და არათუ მშვიდობის შენარჩუნებას. აი ის აქცია დღეს კადრები აჩვენეს 100 კაცი რო ძლივ შეგროვდა. აი ეგ არის. ამაში არის საქმე. უბრალოდ იქ არის ერთი ძალიან დიდი განმასხვავებელი საქართველოსგან. ადმინისტრირებას აკეთებდა და
დამოუკიდებელი ცენტრალური საარჩევნო კომისია. თორე ეჭვი არ შეეპაროს აქ საშუალო დონის საარჩევნო გარემო რო იყოს. საუკეთესო კი არა, საშუალო, რომ ვიცოდეთ, რომ ასობით ათასი ხმა არ გაყალბდება. ბიძინა ივანიშვილი 2024 წლის 26 ოქტომბერს იქნებოდა ამ ქვეყანაში დამთავრებული, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ არსებობს. ლევან, ხომ, იქ არის ხელისუფლება, რომელიც მოლდოვის ინტერესების ერთგულია, აქ არის რეჟიმი, რომელიც რუსულ გვალს მიყვება. შესაბამისად, კი, მოქალაქეები ორჯერ მეტია ამ ქვეყანაში, ვიდრე მოლდოვაში, თვითონ ქვეყნის შიგნით, დასავლეთში ინტეგრაციის მსურველი, მაგრამ ადგილზე სადავეები აქვს, ძალაუფლება აქვს. მე ყურადღებას რაზე გავახვილებდი, რომ რუსეთის სისუსტე ეს ცხადზე უცხადესია მისი მოკავშირეების აი ამ დაფლეთვით და ამავე დროს 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში რაც გამოუვიდა, ხო მაშინ ახლა ხელისუფლებაში იყო პროდასავლური ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ადმინისტრირებას წევდა მაშინდელი ცესკო, მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, მაგრამ გამოუვიდა რუსეთს და მიაღწია იმ შედეგს. გამოუვიდა თუ დაფიქრებულ ხართ? არ ვიცი, ბევრი დეტალია. მათ შორის ერთი გადამწყვეტი იყო თუ არა ის, რომ მაშინ პროდასავლურ ხელისუფლებას უპირისპირდებოდა პროდასავლური ოპოზიცია. იმიჯური თვალსაზრისით. ეს არ იყო პრორუსი ოპოზიცია. აქ პრორუსების მოგება წარმოუდგენელია. აი, მარტივად შევხედოთ, დღევანდელი რიტორიკის ქართული ოცნება ამ გუნდით რო ყოფილიყო ივანიშვილი, ვერცეთ არჩევნებს 2012 წელს ვერ მოუგებდა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. იმიტომ რომ საგარეო კურსის ცვლილება ქონდა მას გაცხადებული. სასიკვდილო არის, რომ ეს ერთ-ერთი იყო სააკაშვილის ცვლილების განსაზღვრელი, 9 წლიანი პერიოდი იყო, რომლის შემდგომაც საზოგადოება ითხოვდა ცვლილებას. ამ შემთხვევაში ახლა საზოგადოება ითხოვს ცვლილებას კი არა, აპროტესტებს საგარეო კურსის ცვლილებას. საერთოდ რეჟიმს აქვს ხელში სადავეები ძალაუფლების. აქვს. მე რასაც უყურებ, დღევანდელი მდგომარეობით ივანიშვილის ხელისუფლება არის საკუთარი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველაზე სუსტი. პირველი დავიწყოთ იმით, რომ მუდმივი შიდა დაპირისპირება აქვთ, ეს დეკლარირების დონეზე აქვთ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ორგზის და პარტიის თავმჯდომარესთან ჯვაროსნული ლაშქრობა აქვთ გამოცხადებული, სუსის ყოფილი უფროსი, შინაგან საქმეთა მინისტრის აი ეს რა მდგომარეობამდე მივიდნენ, რომ ფოტო დადეს, რომ აი ისევ ერთმანეთს ხვდებით. ეხლა რაც ხდება ამ 700 მილიონი დოლარის ლეგალიზების საქმეს, ეს არის ისტორიული სირცხვილი ამ ქვეყნის. ჯერ ესეთი მარტივი შეკითხვები დავსვათ. ქეშად რო შემოდის ამდენი რუბლი, ეს არ იცის ფინანსთა სამინისტრომ, ეს არ იცის საზღვრის კვეთის დეპარტამენტმა, არ იცის სასაზღვრო დეპარტამენტმა, ეს არ იცის უსაფრთხოების სამსახურმა, ეს არ იცის ეროვნულმა ბანკმა და მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს არ იციან აი ამ მასშტაბის არალეგალური ფული რომ შემოდის, ეს არ იციან კომერციულმა ბანკებმა, მაგალითად საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, რომელიც დაკავებულია ივანიშვილის საკითხის ლობირებით, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, ბატონი არჩილ გაჩეჩილაძე, დერეფან დაბრძანდება ეს ბატონი და ამბობს, რომ ივანიშვილი თუ დასანქცირდება, ქართული ეკონომიკა ჩამოიშლება. ამას ამბობს სრული პასუხისმგებლობით და არა მხოლოდ ლონდონში დადის ეს ადამიანი. და ეს ამ ყველაფერს სახელები და გვარები არ აქვს. ვინ იყო მაშინ სუსის უფროსი, ვინ იყო მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი, ვინ იყო მაშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ესე არ არის. ქართულ ოცნებაში ბზარი კი არ არის. უფსკრულია ერთმანეთთან გაჩენილი. სხვადასხვა კლანებს შორის. და ამის არ გამოყენება იქნება ეს უკვე ჩვენი სისუსტე და ჩვენი დანაშაული. იმიტომ რომ ვერტიკალის გამყარებისთვის ივანიშვილს ჭირდება მინიმუმ 6 თვე. და ეს მან არ უნდა მიიღოს. იმ პირობებში, როცა მას საერთაშორისო ასპარეზზე ლეგიტიმაციის არანაირი ნიშანწყალი არ აქვს, ჯერჯერობით კვლავ მხოლოდ ტრამპის ზარის იმედად არის, მაგრამ თქვენ ახსენეთ ქვეყნები, სადაც თქვენ იყავით, ხო? მათ შორის ბერლინი, რასაც ჩვენ თვალთ და დიდი ბრიტანეთი, რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ივანიშვილის პოლიტიკა, ელჩების დაბარება ისტორიაში პირველად, დასავლელი ელჩების დაბარება, ფოკუსის საერთოდ არევა, ესე იგი გამოდის, რომ ჩვენი სტრატეგიული და ერთგული პარტნიორები წლების განმავლობაში ვინც იყვნენ და ეს ქვეყანა ვინც აქამდე მოიყვანა ფაქტობრივად დამოუკიდებლობის გზაზე იქნებოდა ეს ფინანსური მხარდაჭერა თუ ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ყველას აცხადებს სტრატ, იბარებს და ეუბნება რომ შენთან მაქვს პრეტენზია, შენ რაღაცას არასწორად აკეთებ და საერთოდ არ ახსენებს გაეროს ტრიბუნიდან რუსეთს. ეს არის მისი არჩეული გაცხადებული უკვე ნოემბერში პოლიტიკის ძალიან ლოგიკური გაგრძელება. ჩვენ ამას უნდა ველოდოთ, იმიტომ რომ რუსეთმა ეს გზა გაიარა, ხო? შესაბამისად
თუ ის ვაბანგზე მიდის დასავლელ პარტნიორებთან, რის იმედად რჩება? კი ბატონო. და ამ საკითხს დაუკავშირებ დღევანდელ სამარცხვინო გადაწყვეტილებებს, რაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიიღეს. პირველი არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უნდა გამოეცხადებინა ივლისში. გადაწიეს, რომ მაქსიმალურად საზოგადოებაში დამატებითი შიში დათესონ, რომ აი 4 ოქტომბერი ახლოვდება და აი მიშას რას უკეთებენ და შენ რას გიზამ. სხვათა შორის ეს შეცდომა საზოგადოების დიდმა ნაწილმაც დაუშვა, ჩემი ღრმა რწმენით. და ოპოზიციის კიდევ უფრო დიდმა ნაწილმა დაუშვა, იმიტომ რომ თუ კი ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ფიგურაზე, საერთაშორისოდაც და ქვეყნის შიგნითაც და ყველაზე დიდი მხარდაჭერის მქონე ოპოზიციურ ფიგურას ხო დღევანდელ ვითარებაში. ამაზე თუ ივანიშვილს გასდის პოლიტიკური პატიმრობა, ნებისმიერ ჩვენ თანამოქალაქეზე გაუვა. ნებისმიერზე. მიშა თუ 4 წელი ყავდა ციხეში, ამიტომ არის მათ შორის დიდ გულზე, რომ კიდე ბევრს ჩასვამ ციხეში. ეს ესია მარტივი ლოგიკა, ყველაზე მსხვილს დიდს და გავლენიანს თუ იჭერს და გაგდის, ჩვეულებრივი მოქალაქე ამ დროს არის 10-ჯერ უფრო დაუცველი, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი და რაზე ასამართლებენ. თქვენ ჩამოთვალეთ, ხო, მიშა სააკაშვილი რაზე გაასამართლეს, რაზე დაუტოვეს კიდე 9 წლიანი ბრალდება, უბრალოდ მსჯაური და რისთვის თხოვენ კიდე 9 მილიონის უკან მიტანას. აქედან 5 მილიონი არის მხოლოდ ბრონილებული მანქანებით მომსახურება საერთაშორისო ვიზიტების დროს, რომ მასე არ მოხდარიყო თავდასხმა და ის ბედი არ გაეზიარებინა, რაც მათ შორის პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა გაიზიარა. და ამის ღია მუქარა ქონდა ვლადიმერ პუტინს მათ შორის განცხადებული. არავინ არ თქვას, რომ ეს თითიდან გამოწოვილი ის არის, რა ქვია, მიზეზი იყო მისი მხრიდან. და ვინ ასამართლებს და რისთვის ასამართლებენ და რას ართმევენ? ყვარელში რომ ესა რა ქვია, პატარა ვენახი აქვს და ესა 70 კვადრატულიანი სახლი ამის წართმევა და აღსრულება არის ამ ქვეყნის მიზანი და 700 მილიონი დოლარი რო შემოაქვთ ფურგონებით, რუბლის სახით და ვიღაცა ვალუტჩიკს რო იჭერენ ბოლო სერიაში, რომ თურმე ამის დამსახურება ყოფილა. ამ ქვეყანაში შეიძლება მიშას ასამართლებდნენ და ეს ხალხი მართავდეს ამ სახელმწიფოს. ეს ხო ეროვნული მასშტაბის სირცხვილია და ამით მიშა კი არ გაასამართლეს. ამით ცდილობენ რომ ეპოქა გაასამართლონ, ის 9 წლიანი ეპოქა, რომელზეც ელეთ-მელეთი მოსდის რუსეთს. ჩვენ აი მე სულ ამაზე ვამახვილებ, საქართველოსგან ბელარუსი იმიტომ ვერ გამოიყვანენ ვერასტროს, რომ ბელარუსში რომ მოვიდა ლუკაშენკო იმ წელს დაბადებული ბავშვები ეხლა არიან 31 წლისები და ჩვენს გონებაში არის ის 9 წლიანი პერიოდი, რომელმაც ამ ქვეყანას მისცა ხუთჯვრიანი დროშა, ჩვენი ჰიმნი, სახელმწიფოებრიობის აღქმა, ევროკავშირში უპრეცედენტო სწრაფი ინტეგრაციის შესაძლებლობა. ლუკიანმა გამოგიცხადათ აგერ კომისიის დასკვნით, რომ ეს ყველაფერი უკუღმა იყო, ლეგიტიმურიც კი არ იყო ეს რევოლუცია. თეატრი ლუკიანმა საკუთარ თავს გამოუცხადა ჩემი აზრით ეს. აი ამას საერთოდ ყურადღებას არ მივაქცევდი, იმიტომ რომ ეს და ოკუპანტები გამოეხმაურნენ. ხო, სად არის წიგნად ხო უნდა გამოეცათ. შეიცვლება ხელისუფლება, მოვა დემოკრატიული ძალები და პარლამენტში შეიქმნება ამ კომისიის გამოსაძიებელი კომისია. იმიტომ რომ ეს არის ეროვნული მასშტაბის ღალატი. ეს მარტო ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მიმართული საქმე არ იყო. არა, ეს რომ ლეგიტიმური პარლამენტი ყოფილიყო, ერთნაბიჯია ის დოკუმენტი აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან და ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობით, მომავლით, წარსულით, ყველაფრით თამაშობს ბიძინა ივანიშვილი, რომ ოღონდ თავისი ფული, რომელიც გაყინულია, დაიბრუნოს უკან და სამუდამოდ ის და მისი ოჯახი მართავდნენ ქართულ სახელმწიფოს. კითხვა ზუსტად ამაში იყო, ვაბანგზე მიდის დასავლეთთან და რის იმედად რჩება მას. ჩემი აზრით, მაინც მას აქვს მოლოდინი, რომ დასავლეთი მასთან დაიწყებს ვაჭრობას, ეს არის ჩემი ღრმა რწმენით მისი მოლოდინია, რომ აი მიიყვანს საქმეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ნახეთ, აი თითქმის ბოლომდე გავგუდე. აი ნახეთ, ორი ტელევიზია არის აქ ჯანსაღი აზრის მქონე და ორივეს გაგუდვამდე მივიყვან. აი ოპოზიცია არის და ამათი აკრძალვა მინდა. აი ოპოზიციური ლიდერებია და ყველა ციხეში მყავს. მიხეილ სააკაშვილია და ვასამართლებ 2008 წლის ომზე. ხა ლევან ხაბე ჩვენ როდესაც ჩასულები ვიყავთ, ლევან ხაბეიშვილი რა საქმეზეც იყო დაჭერილი და ის პირველი ბრალი რა წარუდგინეთ ჩვენს გერმანელ და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ამას რომ უკითხავდეთ, კიდე უფრო დაუჯერებელი იყო ხალხი რისთვის ის აქ ციხეში. და იქ გააზრებული აქვს რომ აქ ის ბიჭები ვინც
სხედან ციხეში, სხედან ევროკავშირის დროშის გამო. მე მარტივად შემიძლია ვთქვა, რომ ის საგარეო ვიზიტები, რომლის მონაწილეც მე დიდი პატივი მერგო რომ ყოფილიყავი, ჩვენ არ წარმოვადგენდით ასეთ პარტიას. ჩვენ წარმოვადგენდით ჩვენთან ხო საზოგადოებაურად გაიყო, პრორუსები და პროდასავლელები. აქ პარტიული ეს ნიშნები ჩემთვის დიდი ხანია წაშლილია და ყველა ვინც ისევ რაღაცა პარტიულ ნიშაში აქცევს ამ პროცესს და აი ამ ფრონტს, ჩემი აზრით ივანიშვილის წისქვილზე ასხამს ნებსით თუ უნებლიეთ წყალს და მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი ეს განაჩენები ყოველად სამარცხვინო, რომელიც ეპოქის წინააღმდეგ მიმართული ამბავია, რომ ვერაფრით რო ვერ შეაჩერებ აი ამ მარაზმს, რასაც ივანიშვილი აკეთებს, ხო თავისი მხრივ. მხოლოდ ისტორია გაცემს პასუხს, მაგრამ ისტორიის პასუხის გაცემამდე მნიშვნელოვანია კონკრეტული თარიღი, რომელთან დაკავშირებითაც ცხადია, რომ ამ ხელისუფლებას აქვს არათუ სერიოზული ჭმუნვა, არამედ მე მგონია, რომ ისტერიკასთან არიან მიახლოებული და ეს არის 4 ოქტომბერი. 4 ოქტომბერს უნდა ვიყოთ იმაზე უფრო მეტი ვიდრე ოდესმე, იმაზე უფრო საბრძოლო განწყობით ვიდრე ოდესმე, იმაზე უფრო მეტი ქართული დროშით ვიდრე ოდესმე და რუსთაველის გამზირზე რომ შევაბიჯებთ, იმ განცდით უნდა შევიდეთ, რომ იმ დღეს გამარჯვებულები რუსთაველის გამზირიდან უნდა დაუბრუნდეთ ჩვენ სახლში და არა ივანიშვილი თავისი საზეიმო ამ რა ქვია ლურჯი ბუშტებით რომ რამენაირად ვითარების და ლეგიტიმაციის მიღების საშუალება მიეცა ამ ეგრეთ წოდებული არჩევნებით. თქვენ ახსენეთ ვიზიტები, ახსენეთ თინა ბოგუჩავა, რომელიც იმყოფება ლონდონშიო. მგონია რომ ლონდონის სანქციებს ყველაზე მეტად უფრთხის ივანიშვილის გარემოცვა და თავად ივანიშვილი. თქვენ ახსენეთ რომ მას ყავს ლობისტები, რომლებიც ცდილობენ რომ სანქციები თავიდან აარიდოს. რაც შეეხება მოსალოდნელ სანქცირებას, ჩვენ ნახეთ ბრიტანული სანქციები მხოლოდ ფარცხალაძე და ბატონი მე დეტალს გეტყვით ამასთან დაკავშირებითაც. პირველი არის ის, რომ ვაშინგტონშიც ჩვენ დაგვხვდა ბიძინა ივანიშვილის ლობისტების ნაკვალევი არაერთ ლოკაციაზე. ქართველები არიან? სამწუხაროდ არიან ჩემი აზრით მოღალატე ქართველების ნაწილი და აშკარად დაქირავებული კომპანიები, რომლებიც ცდილობენ რამენაირად რომ ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ვინმეს ხელი ჩამოართმევინონ და ფაქტია რომ არ გამოდის და მთელი დღე ქვეყანაში მიდიოდა დავა რომ ცვილის ფიგურასთან გადაიყო ფოტო თუ არ გადაიყო მადამ ტიუსოს მუზეუმში იყო მისული ყაველაშვილი თუ სად იყო პროტოკოლური ფოტო რომელიც აი მართლა ყოვლად სამარცხვინო არის რომ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად ვიღაცა მაინც უწოდებს ამ არსებას მაგრამ ივანიშვილს სწორად აღნიშნეთ ყველაზე უფრო მეტად ამ წუთას აშენებს ბრიტანული სანქციები, იმიტომ რომ დიდი ბრიტანეთი არ არის შეზღუდული ევროკავშირის კანონმდებლობით, ბიუროკრატიული აპარატით შედარებით უფრო მცირეა, ორპარტიული მხარდაჭერა აქვს ამ პროცესს. ამიტომ ეშინია, იმიტომ რომ ბრიტანეთის ეკონომიკური სანქციები, როდესაც მით უმეტეს საფონდო ბიჟიდან SWIFT ყველაფრიდან ითიშებ. ნახეთ ხო, ვინც კი მას დასანქცირებული ყავთ ბრიტანელებს, ავტომატურად ან თანამდებობიდან მოაძრო ივანიშვილმა, ან საერთოდ დაამთავრეს სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრება. ბრიტანეთში ეს საკითხი ძალიან აქტიურად მიდის წინ და სამწუხაროა, რომ აი ამ პროცესში არსაიდან აღმოცენდა ეგრეთ წოდებული არჩევნების თარიღი 4 ოქტომბრის სახით, მაგრამ ბედნიერი ვიყავით ჩვენ ამ შეხვედრებზე იმით. ანუ ელოდებიან 4-ს. 4-ს ელოდებიან, რომ აი ეგრეთ წოდებული არჩევნები ოღონდ ხაზს გაუსვამ. ვაშინგტონშიც, ბრიუსელშიც და ბერლინშიც ყველაზე მეტად მე რითაც ვიყავი ყოფილი იყო, რომ ამ არჩევნებთან დაკავშირებით საუბრობდნენ so-called elections. ეგრეთ წოდებული არჩევნები. მათაც კარგად ესმით ეს რა არის. ანუ ის სამუშაოს დიდი ნაწილი უკვე გაწეულია ოპოზიციური პარტიების იმ ნაწილის მხრიდან, რომელმაც ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არ მიიღეთ და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ახსნილია 4 ოქტომბერს ივანიშვილი თავისი ხელით იქ რას ცდილობს ამ 3000 უბანზე. შესაბამისად ძალიან ცუდად გამოჩნდა აი ამ ეგრეთ წოდებული არჩევნების საკითხი ამ სანქციების პროცესში პირდაპირ ამბობ და ამიტომაც მაქვს მე ის დამოკიდებულება იმ ორ პოლიტიკურ ძალაზე რაც მაქვს, იმიტომ ქართველი ხალხის ბრძოლის პროცესში ჯოხი შეარჭეს ამ მანქანას. აი ეს არის ცხადზე უცხადესი პასუხს ვაგებ ჩემ სიტყვებზე. და იმ შეხვედრებზე და ვინ რა თქვა იმაზეც ვაგებ პასუხს. მათი წარმომადგენლების ნალაპარაკებზეც. და ის რაც შეიძლება მომხდარიყო და მიგვეღო სექტემბერში, ახლა 5 ოქტომბერს უნდა ელოდოს ქართველი ხალხი. და ეს მათი მოპოვებული არ იყო კიდე Z.
და აქ მნიშვნელობას რასაც მივანიჭებდი. ივანიშვილი რაღაცნაირად ცდილობს, რომ ვაშინგტონთან იქნებ გადაწყვეტოს ურთიერთობა. მაგრამ აქ ორ რამეს ვიტყვი ძალიან მნიშვნელობას. ერთი, ვაშინგტონთან მას ფაქტობრივად არავითარი შანსი არ აქვს, რომ გადაწყვეტოს, ისეთი მხარდაჭერა აქვს კონგრესში და სენატში ქართულ საზოგადოებას. აქედან არცელის ტრამპზე გასვლა უნდა პირდაპირ თეთრ სახლზე უნდა გასვლა, მაგრამ იქაც შეუძლებელია და ჩვენ ვნახეთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება და მარკო რუბიო არ არის ბოლოკაცი დონალდ ტრამპის გარემოცვაში და ჯეიდი ვენსის ციტატების შემთხვევით არ მოსდის ივანიშვილს სიგნალებად. შესაბამისად იქ ფაქტობრივად გამორიცხულია გადაწყვეტა და აქეთ ევროპაში აქ გამორიცხვის მიღმა არის, რომ ურთიერთობა გადაწყვეტოს და ეხა ისეთი ვითარება, რომ ერთთან ცდელობა არ ნიშნავს მეორესთანაც ცდელობას. ბრიუსელი სხვა არის, ვაშინგტონი სხვა არის და არც ერთგან არ გამოუვა ამ კაცს. და ეს არის ქართველი ხალხის გმირობის დამსახურება. რასაც ბუნებრივად ხელი შეუწყო რაღაც პერიოდი მთლიანად ოპოზიციამ, ახლა ოპოზიციის ნაწილი უწყობს ამას ხელს. ბრიტანეთის სანქციებაც რომ დავუბრუნდეთ, ანუ ეს არის თარიღი მხოლოდ თორემ სია არსებობს. ჩვენ როგორც ვიცით, აქ არის ძალიან მაღალ კვალიფიკაციაზე გვაქვს ჩვენ საუბარი. ეს არ არის რუსეთის ფედერაცია, სხვა სახელმწიფო უცებ რაღაცა სანქცია დაადოს. მტკიცებულებების შეგროვება ხდება კონკრეტულ кейსებზე, იმიტომ რომ შესაძლებელია, რომ გასაჩივრების უფლებაც აქვს ამ დროს დასანქცირებულ ადამიანს და პერსონას. ამიტომ ყველა кейსი უნდა იყოს აბსოლუტურად გამართული, ვალიდური დოკუმენტაციით. ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, საკმაოდ ვრცელი სია, რომელიც გადის ბოლოში და უახლოესი პერიოდის განმავლობაში ვიხილავთ იმ სანქციების ახალ პაკეტს, რომელიც დიდი ბრიტანეთთან წამოვა და მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ამასთან დაკავშირებით უფრო მეტ დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით, იმიტომ რომ ძალიან მაღალი რანგის შეხვედრები აქვს მას დიდ ბრიტანეთში, ზუსტად ამ საკითხთან მიმართებით. ოღონდ აი აუცილებლად რა უნდა დავამატო, პროპაგანდის საწინააღმდეგოდაც მათ შორის ჩვენ და უშუალოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბერლინში, ბრიუსელში და ნებისმიერ იმ სახელმწიფოში, ვარშავაში, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, აქტიურად ვლობირებთ საკითხს, რომ საერთოდ დღის წესრიგიდან მოიხსნას უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი და გამოყენებული იქნას 2025 წლის 17 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უნგრეთის, ანუ აქ არის ესეთი პრინციპია, რომ სანქცირებას, პერსონალურ სანქცირებას ჭირდება ყველა სახელმწიფოს თანხმობა, სადაც უნგრეთი ჭედავს ივანიშვილის ერთგული მოკავშირე, მაგრამ არსებობს შეიქმნა კონკრეტული მექანიზმი, რომელიც საშუალებას აძლევს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ ევროკავშირის და ევროპარლამენტის თუ ევროკომისიის დონეზე დაასანქციროს კონკრეტული სეგმენტური ჯგუფები. ანუ 4 მილიონი სანქციების ნაცვლად ინდივიდუალური სანქციების არის ინდივიდუალური სანქციები კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით განსაზღვრული, რომელიც ჩვენ ზუსტად აი ამ მექანიზმის, ოღონდ აქ საკითხი არის ესეთი, რომ ეს მექანიზმი არის ძალიან ახალი, 17 ივნისს არის მიღებული, არასდროს არ გამოყენებულა და სწორედ ამასთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენ აქტიური მოლაპარაკებები, რომ როგორ შეიძლება ამ მექანიზმის პირველად გამოყენება, რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება საჭირო, რომ ივანიშვილმა ვერ მიაღწიოს საწადელს და 4 მილიონი ქართველის მაგივრად დიახ დასანქცირდეს რამდენიმე ასეული ან 1000 ქართული ოცნების მაღალჩინოსანი, მათი გარემოცვის წევრი, ბიზნესმენი თუ ის ადამიანი, ვინც ანგრევს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებას. და რაც ახლა ბრიტანეთს რომ დავუბრუნდეთ, არა მარტო ივანიშვილს, არამედ მის ახლო გარემოცვას ეშინია ბრიტანული სანქციების. ერთ-ერთი ასეთი არის ბატონი რუხაძე, რომელსაც ყავს ნაქირავები ლობისტური კომპანია და იხევა შუაზე, რომ არ დაასანქცირონ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა. და იცით როგორ არის არჩილ გაჩეჩილაძის кейსი ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები, რომ ეს ფერადი კლიპები ბანკებისგან აღარ არის ჩემთვის საკმარისი რა, რომ წუთნახევარი უყურო მართლა ძალიან ნიჭიერი ადამიანების მიერ შექმნილ სარეკლამო რგოლებს ქართული პატრიოტული მოტივებით, რაღაცა ერთჯერადად დამიაროს ტანში ჟურნალისტებმა და მე იმათ დირექტორი დაეტრეოდეს და ამ ხალხის სახის ძოლების ფასად დადებული სანქციების ან მოხსნაზე, ან არ დადებაზე ელაპარაკებოდეს. და აი ეს არის სახელმწიფო ღალატის დონის საქმე.
და ამ ხალხს თან უნდა პროდასალური იმიჯი შენარჩუნება. ლაპარაკი რომ აი ეკონომიკა ჩამოა, მხობს ეს ასე მარტო ბიზნესზე არ გადაივლის, სხვა ბიზნესებიდან დაიწყებს ამოღებას. ბაჩიაშვილის ოჯახს რას უკეთებს? სისხლის სამართლები დედმამას რო აღვიძა 37 წელი მეტი კი არ არის და 4 ოქტომბერს ამიტომ უნდა გამოვბრძანდეთ ყველა ქუჩაში. იმიტომ რომ აქ კოლექტიური პასუხისმგებლობა კი არ არის, ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა, ვინ რას ვიზამთ და როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება. და ეს თარიღი უკვე განსაზღვრულია და ჩვენი ვალია პერსონალური საკუთარ თავთანაც და ამ ქვეყანასთანაც, ისტორიასთანაც და მომავალთანაც დავიცვათ ამ ქვეყნის ღირსება. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა თქვენ.